Jimmy Carter do solemnly swear. 1977 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას ჯიმი კარტერი ამერიკელებს დახბირდა, რომ მთავრობა მისი ხალხივით კარგი იქნებოდა. უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნაზე მეტად ღირსეული და ამბიციური ამოცანა ამ ახალი დასაწყისის ჟამს ვერ გვექნება. ამგვარი სამყაროს შექმნაზე კარტერმა გაცილებით მეტ ხანს იმუშავა, ვიდრე იმ 1-4 წლიანი ვადის განმავლობაში, რომელიც თეთრ სახლში დაჰყო. მოგვიანებით მან ნობელის პრემია მიიღო და უზარმაზარი ენერგია ჩადო კარტერის ცენტრში, რომლის მისიაც მშვიდობის მშენებლობით, დაავადებებთან ბრძოლითა და იმედის ჩასახვით განსაზღვრა. კარტერი 1924 წელს ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში დაიბადა. საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ წყალქვეშა ნავზე მსახურობდა. მამის გარდაცვალების გამო პლეინსში მოუწია დაბრუნება და საოჯახო ბიზნესის არაქისის ფერმის გაძღოლა. პოლიტიკაში 60-იანი წლების დასაწყისში შეაბიჯა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის პიკში. ჯერ ჯორჯიის კანონმდებელი იყო, 1971 წელს კი შტატის გუბერნატორი გახდა. გულწრფელად ვამბობ, რასობრივი დისკრიმინაციის დრო დასრულდა. ზუსტად 5 წელში სრულიად უცნობი სამხრეთელი გუბერნატორი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობის მეორე წელსვე კარტერის შუამავლობით ეგვიპტესა და ისრაელს შორის კემპ დევიდის აკორდის სახელით ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კარტერის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. პრეზიდენტი როცა გახდა ისრაელს ბოლო 25 წელში არაბებთან 4 ომი ჰქონდა. ეგვიპტეს საბჭოთა კავშირის მთავრობა უჭერდა მხარს. მაშინ ის ერთადერთი იყო, რომელსაც ისრაელისთვის რეალური სამხედრო გამოწვევის შექმნა შეეძლო. შემდეგ მან სამშვიდობო შეთანხმებას პანამაშიც მიაღწია და მოგვიანებით ჩინეთთან სრული დიპლომატიური კავშირი დაამყარა. კარტერის პრეზიდენტობის კურსი 1979 წელს ირანში მომხდარმა ისლამურმა რევოლუციამ შეცვალა, როცა შიიტებმა ამერიკის მიერ მხარდაჭერილი შაჰი ჩამოაგდეს. თეირანში ამერიკის სალჩოში შეიჭრნენ და 66 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. მომდევნო წელს კარტერის განკარგულებით დაწყებული მძევლთა გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია კრახით დასრულდა, რასაც ამერიკის 8 ჯარისკაცი შეეწირა. ამას დაემატა ქვეყანაში მზარდი ინფლაცია და უმუშევრობა. შედეგად 1980 წელს დემოკრატმა კარტერმა არჩევნები რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან წააგო. მძევლები ირანმა რეიგანის ინაუგურაციის დღეს გაათავისუფლა. კარტერი კი პლეინსში დაბრუნდა და ჰუმანიტარულ საქმიანობას შეუდგა. კარტერის ცენტრის ანგარიშზე სხვა მრავალ მიღწევათა შორის დღეს 100-ზე მეტი არჩევნების დაკვირვება, დაავადებების აღმოფხვრასთან წარმატებული ბრძოლა და ბევრი სამშვიდობო შეთანხმებაა, მათ შორის კიდევ ერთი ზავი უგანდასა და სუდანს შორის. ჰუმანიტარული და სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერს 2002 წელს ნობელის პრემია გადაეცა. ნობელის პრემიის მიღება კარტერის ცენტრის მუშაობის დამსახურება იყო. მირჩევნია ჩემი მემკვიდრეობა მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლით განისაზღვროს. ან კი ვისარენდომებოდა. ის 90 წლის ასაკშიც კი შრომის მოყვარეობით და აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა. თუმცა ბოლო წლები ავადმყოფობამ მშობლიურ ქალაქ პლეინსთან კიდევ უფრო მიაჯაჭვა. საჯაროდ კარტერი ბოლოს მეუღლის, როზალინის დაკრძალვაზე გამოჩნდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც ამერიკის ხმას მისცა, კარტერმა მომავლის იმედზე ისაუბრა. ვისურვებდი ამერიკამ მომავალში მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მეტ წარმატებას მიაღწიოს. გააუმჯობესოს გარემოს დაცვა და ყველას თანაბრად მოექცეს. ამას თუ შევძლებთ, ქვეყანა, რომელიც ასეთ ძლიერ მიყვარს, მართლა ნამდვილიზე სახელმწიფო გახდება. ჯიმი კარტერმა თეთრი სახლის ლიდერთა შორის ყველაზე მეტხანს 100 წელი იცოცხლა და საყვარელ მეუღლესთან ერთადაც ამერიკის პრეზიდენტებს შორის ყველაზე მეტი 77 წელი გაატარა.